ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მორიგის შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო გარემოზე ინფორმაცია გაცვალეს და ერთმანეთს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდეს. როგორც ცესკოში აცხადებენ, მსგავსი შეხვედრების მიზანი პოლიტიკური პარტიებისგან ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათზე რეაგირებაა. შეხვედრაზე პარტიების წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს ახალი საარჩევნო სიები, რომელიც მათი თქმით არსებითად არ შეცვლილა და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. ვიღებთ ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ჩვენი წვლილი შეგვაქვს, თუ კი რაიმე რეაგირების მოხდენა შეგვიძლია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. როდესაც ქართული ოცნება და სრულიად ოპოზიციური სპექტრი ამტკიცებდა იმას, რომ სრულიად სამართლიანად ამტკიცებდა, რომ ამორჩეულთა სია არის გაყალბებული, გაბერილი, დღეს ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ფაქტიურად ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობის სიებს. ანუ ამორჩეულთა სია არ შეცვლილა, ამორჩეულთა სია არ დაზუსტებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას არაერთგზის ვპირდებოდა ხელისუფლება. საჩხერის რაიონში საოკუპაციო განყოფი ხაზის სიახლოვეს ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს. სოფლების გორისას და კარბოულის მცხოვრებლები სოფლის განაპირას ტყეში ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული. თანასოფლელების ინფორმაციით დაკავება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით დაკავებულები სავარაუდოდ თხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.